2020-იან წლებში ბებიას და ბაბუას საქართველოს დატოვება მოუწიათ. ბათუმიდან თურქეთში გადავიდნენ და შემდეგ უკვე საფრანგეთში დასახლდნენ. თან წაიყვანეს ძიძა, სახელად ბაბალი, რომელიც ძალიან კარგი მზარეული იყო და უგემრიელეს მაწონს აკეთებდა. თელ სამეზობლოს ქართული მაწონი შეაყვარეს და ამით პატარა საოჯახო ბიზნესის იდეაც გაჩნდა. The Matsumi in France. გადმოცემით ვიცი, რომ ერთმა კაცმა ბაბუაჩემს ბიზნეს პარტნიორობა შესთავაზა. გენერალი გიორგი სამხედრო კაცი იყო და დიდი ბიზნესის წამოწყებაზე არ ფიქრობდა, ამიტომ უარი უთხრა პარტნიორობაზე. აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანმა მაინც დაიწყო მაწვნის წარმოება უკვე იოგურტის სახელწოდებით და გადაიქცა რეკლამურ როლი ქართველების მონაწილეობით. ვიდეო ირწმუნებოდა, რომ მაწონი სიცოცხლეს ახარგრძლიებდა, რასაც მე ნამდვილად ვეთანხმები. ბაბუაჩემი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხოლო დედა 100 წლის იყო. მე მთელი ბავშვობა მაწონს მივირთმევდი, რომელიც შუშის ბოთლებში სარდაფში ინახებოდა.